რაუბედურებაში აღმოჩნდით საბოლოო ჯამში, აი სადავართ საერთოდ. ბატონგია, რომელ დიასახლისზე ლაპარაკობს, გადებული რა და ხუთშვილს რო უნდა და სადაც მან 1 წელი ითხოვა იმისთვის, რომ ბევრი მიმართულებით, სადაც არსებობდა პრობლემები და პრეტენზიები, გამოვასწორებს სიტუაციასო და ასევე პარტიულ ვერტიკალს შევცვლი და გავასწორებო. ხედავთ თუ არა, რომ აი ამ 1 წელი და ამ ვადის ათვლა უკვე დაიწყო. დარწმუნებული ვარ, 1 თვეზე მეტი თუ სწორად მახსოვს არის გასული. ხედავთ თუ არა მისი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს თუ მას ჯერ არ დაუწყია პროცესის მართვა და იმ დანაპირების შესრულება, რომელიც ყოველ შემთხვევაში გვახსოვს რომ დადა. ჯერა ჩანს ოპტიმიზმის საფუძველს არტოვებს, ხო? მე ბევრჯერ მithქვამს და ეხაც გავემეორებ, რომ მე კიდევ მაქვს ამ ადამიანის, ესე რომ ვთქვათ, იმედი, რომ ის დაიბრუნებს ლიდერულ თვისებებს. მან დაკარგა ეს თვისებები, გახდა ესე რომ ვთქვათ, მოლარე, რომელიც არიგებს სიკეთეებს ადამიანებზე, ხო? მეტი ფუნქცია ფაქტობრივად მას აღარ ქონდა ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში და ფეხების ბაკუნიც დაიწყო და აბსოლუტურად ამ სამყაროში არ იყო და იმ რეალობის წინაშე დადგა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რის შემდეგაც რაღაც პირობები დადო, ხო? მე ძალიან მინდა რომ მან ეს პირობა შეასრულოს და მეც მიუხედავად იმისა რომ ადამიანურად შეიძლება ნაწყენიც ვიყო მზად ვარ რომ ყველანაირად ხელი შეუწყო ამ ყველაფრის შესრულებაში. მაგრამ მე მინდა მას უთხრა რომ აი ეს სასამართლოს თემა და იუსტიციის საბჭოს თემა ეხა არის წითელი ხაზი, რომელსაც ის თუ გადაკვეთს, ხო ამით დამთავრდება ყველაფერი. ამით ფაქტობრივად ისტორიას და პოლიტიკური პროცესის მას მიუჩენს არა იმ ადგილს, რომლის ილუზია მას აქვს, არამედ სულ სხვა ადგილს, ბევრად უარეს. ეს მან უნდა იცოდეს. აი ეს არის საბოლოო ტესტი შეიძლება ითქვას ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვის. თუ ჩვენ კოლექტიური მურუსიძე და აი ეს ადამიანები ეხა სასამართლოთი ხო არ დაკმაყოფილდებიან, კაცო, ეს ავთვისებიანი სიმსივნეა, მოედება ყველა, ისედაც მოდებულია, მაგრამ კიდევ უფრო გაიღრმავებს თავის ძალაუფლებას, ხო? და ბიძინა ივანიშვილს თუ იმის ილუზია აქვს, რომ ის რამეს მართავს, ის აღარ მართავს. მურუსიძე მართავს ქვეყანას ფაქტობრივად უკვე ესე გამოვა. აქედან გამომდინარე საზოგადოება საბოლოოდ დაკარგავს იმედს, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ჩათვლის თავს გადაგდებულად პირადად მის მიერ და მიიღებს შესაბამის ზომებს, ხო? ეხა არგუმენტი რომ იცი რა სასამართლოს დამოუკიდებლობა არ ვერევია, არ მიიღება, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი ანატომია. ერთი თვალების გადაბრიალებაა საკმარისი, რომ ზოგიერთი ნაძირალა ერთხელ და სამუდამოდ მოშორდნენ ყველაფერს, ხო? რომ ხრავენ და ანადგურებენ ამ სახელმწიფოს. ერთხელ და სამუდამოდ ერთი თვალების გადაბრიალებაა საკმარისი. და იმაზე რომ ლაპარაკობენ, რომ თურმე სასამართლო რას არ ერევიან, ერთ შეიჭირიმე რა. ბატონგია, მაგრამ ერთხელ მაინც ჩაერიონ სახელმწიფოს სასარგებლოდ. თუ აქამდე პოლიტიკის სასარგებლოდ ერეოდნენ, ქართული სახელმწიფოს სახელი ჩაერიონ ერთხელ, თვითონაც შვებას და კმაყოფილებას იგრძნობენ, ამით დამერწმუნეთ რა. და ქვეყანასაც რაღაცას გაუკეთებენ კარგს. თქვენ თქვით რომ ეს პროცესი იუსტიციის საბჭომ, რომელიც